ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ლევან ხაბეიშვილი. ლევან, გამარჯობა მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოხვედით. გეგმიური სტუმრობა არის. ხო, სეზონურად მომიწია. ესე ხარ, ხო? სეზონზე მიწევს. გეგმიურია რა, გეგმიური გიწევს. დიდი მადლობა მოხვედი ეს სერიოზულად, მივთით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. ძალიან ბევრი თემა გვაქვს თავზე საყრელად, ლევანდო. ამ გეგმიურ სტუმრობაში ამაზე უნდა კარგად გავშალოთ, გემრიელად სიცილ ისკისით რაღაცა ხალხი გავართოთ რა, ცოტა იუმორში შევხედოთ. ეხლა არჩევნები რო არ გაქვს, არჩევნების დროს იკლებ ხოლმე წონაში. ხო, ეხლა ცოტა მომატებია, აი რო არ გეთქვა არ შეიძლება. ხო. ანუ რა ვარჯიშობ თუ როგორ არის საქმე? საფხულში ვარჯიშობდი, კი. ესეც საინტერესო მოხდა ჩემ ცხოვრებაში და იძულებული გავხდი რომ მევარჯიშა მე. რა მოხდა? რა ვიცი. თქვენმა კოლეგამ დამამარცხა ხელის გადაწევაში და ძალიან ვინერვიულე. შეგწყვა ვინ კოლეგა ხო, ვინ აქვს ეგეთი ძლიერი? აი ყველაზე ძლიერი ვინც გეგულება აი მან. ვინ არის? შენ ვინ შეიძლება იყოს თქვენთან აი აქ ყველაზე ძლიერი. ვინ არის ხო ჩვენთან ყველაზე ძლიერი ვინაი? აბა გადახედე. გაიხსენე. ბიზინა არ არის ძლიერი. ბიზინა არ არის, იქ კიდე ვინ აქვს? აი კაცებში ნუ მოწებ. ქალებში კაცო? ქალებში. თამულა შენ ისეთ ძლიერი არ ხარ? თამუნასთან არ მიცდია და არ ვიცი. ვია თამუნასთან? თათია? თათიამ და იმის მერე 3 თვე არ გამოსულა დარბაზიდან. თეთა ბიჭო რა ჭიდა? მიდი. თათია მიდი. სულეგა ხარ? კი. მართლა? მეტი აბა ხაბერჩები. ესე იგი ეს რა დაგმართვია ლევანი, მოკლედ. წარმოიდგინე ხო? როგორ გინდა ახლა საარჩევნო კამპანიაში გახვიდე ახლა აი ამ მიმით, რა ქვია, მარცხით რა, აი ამით რა. აი ამ ფორმაში კატასტროფა იქნება. ამიტომ მოვემზადე, კი. მოუმატე ვარჯიშს. მოვემზადე, ახლა არ ვიცი კიდე არ შევჯიბრები ვარ, თორე 1-3 თვე მომიწევს მგონი კიდე. კაი, გადავიდეთ თემებზე უცბად გადავიაროთ. მაგალითად, ბოლო თემა იყო შენთან დაკავშირებით, ეს რომ საკრებულოს პირველი სხდომა იყო თბილისის. ხო და ნუ კალაძე ისე ვერ მოისვენა, საკრებულოში აღარ ხარ რეალურად, მაგრამ ისე მაინც ვერ მოისვენა და ჯამბაზი იქიდან მოგაძახა ჯამბაზიაო რა. კალაძე ყოველთვის შენს გარშემო ტრიალებს, ანუ რაღაცა უნდა თქვას რა. ჩემი სული იყო იქ და წამოძახებები ქონდა რაც თავარი არის, ანუ მე ეხა ჩემზე რა სიტყვის რომ მომპარავია და ქურდია და კორუმპირებულია, მაგას ვერ იტყვის და ამიტომ ხო, ნუ ეს ხო იცი ეს კგბ-ში ნიკო რუსული მეთოდია რა, რომ რაღაცნაირად დამაკნინებელი რამე უნდა უთხრა ოპონენტს და ნუ ახლა ჯამბას ხმარობს, ეხა ზონდერიაო მაგასაც ვერ იტყვის, ფიზიკურად არ გამოდგე მაგისტრის და. ხო, დაჯექი ორიანი. ხო, დაჯექი ორიანიც წამოძახილი ქონდა. რაც ესმოდა სკოლაში, ხო? კახი დაჯექი ორიანი და წამოაყვირა. ჩემს კოლეგას უთხრა. საკმაოდ წარმატებულ და განათლებულ სხვადასხვა. ნუ იუმორით ძალიან ისეთი თავისებური, ხო? დორე, ბანძია, სიგძე სიგანე გეყოფათ და რაჯის ხეზე დაკიდებ და რაღაც. სახში იციან აქ რო ხარ. სახში იციან აქ რო ხარ. აი რაღაც სასწაული ის მილანში რო იყო ეგ პერიოდი ამოგდებული აქ. დავიჯერო მალდინის და გატუზოს ეგრე ეხუმრებოდა, რო აი რაღაცა. სახში იციან აქ რო ხარ, აი არ იტალიურად არ იქნება, კარგად არ იქნება. ნესტას რო ეუნები სახში იციან აქ რო ხარ, რაღაცა არ გამოდის. უბრალოდ ერთი რაც ამ საახალწლოდ გვაჩუქა კალაძემ, ეს არის 80 მილიონი, რომელიც გადასახდელი გვაქვს რუსეთისთვის, ხო? ნუ ეს დიდი საჩუქარი მართლაც დასაფასებელია. ეგ არის? ეხლა ხო თქვა რომ გულის სიღრმეში ყველას მოგწობთ და ჩემი გავლილი 4 წელიო, ესე თქვა. მაყოფილები ხართ. მაყოფილები ხართ და რა ვიცი 80 მილიონიანი ესე ძალიან კარგი საჩუქარიც ქონდა. სოფლიოში რამდენი საუკეთესო ფეხბურთელი იცი, ხო? მესი, ლევანდოვსკი, კრისტიანო რონალდო, ხო? რა ვიცი, არიან ბევრი. ეგეთი ძვირადღირებული ავტოგრაფი არავის არ დაუტოვებია, მაგან რო გააკეთა რა. იმ ხელმოწერით ესე იგი 80 მილიონი დოლარი გვაზარალა. ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფია ალბათ სოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში. ეგეთი არც რონალდინიოს, არც რონალდოს, არც მარადონას არ ექნება. ერთი ხელი მოაწერა და 240 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ, ხო? არ გჭირდებოდა ბატონო მაგის ეგ ხელმოწერა ისე. ხო, მაგრამ რა ვქნათ ხა. ეს ავტოგრაფი დაგვიტოვა. გვიღირს, იცი? გვიღირს. და ის სხვადასხვა ის 4 წლიდან ხო კმაყოფილების
კმაყოფილი რო ვარ, ეს აი გულსა და გულის ღრმეში კისერ შორის ის მილანური ნაძვის ხემა გაჭედილი აი ეგ აი. კმაყოფილის 1 მილიონიანი ის რო არის რაღაცა, ალვის ხე რო არის. მე ტოტებს სალგერობენ. ის დადგეს ეს თუ დამალეს? კი არა, ყველა წელიწად ტოტებს ამატებენ და სხვათა შორის ემსგავსება ნაძვის ხეს. 2000 გაგიგვირდება? 2030-ისთვის კაი ნაძვის. მაგარი ნაძვის ხე, კაი გაფურჩული ნაძვის ხე. კაი, მე მიშასთან ხშირად მე ხალხან სიყავი შესული თუ კი, ორი დღის, ხო, კი. როგორ ასაბობს, როგორ ახლა ერთი ორი სიტყვით რო თქვა. კი, მაგას და სხვათა შორის მომზადებული წამოვედი რა. აი ვანო მე ხო იცი სულ შენთან ისე დავდივარ ხოლმე და. ვიცი, ხო რა არის ეგ. თან ცოტა სატირა არის რა, ეხლა სადაცილო კი არ არის, მაგრამ აი ბრალი რაზი აქვს რა. ამან ხო ერთი ხელი მოაწერა და 240 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ ეხლა ეგ. 80 მილიონი დოლარი, ხო. 80 მილიონი 240 მილიონი ლარია რა. ხო. რავი, ჩვენ უნდა მე თქვენ, აი მაყურებ რო გვიყურებს ეხლა ეს ხალხი იხდის რა. ყოველდღურად რომ მუშაობენ და გადასახადებს იხდიან, ის თუ გადავიხადოთ. ხო და ამ დროს მიშას ისენი საქმიდან ამოვიღე მასალები. აი უყურე, ხო აი მიშამ მოიპარა რაღაცა ხო, რომ აი 9 მილიონი ლარი და აი რა არის ეს რა დგას ამ 9 მილიონი ლარის უკან, ხო მოიტანა ბრალდებამ, პროკურატურამ. 9 მილიონი ლარი მისი 9 წლიანი პრეზიდენტობის დროინდელი. ხო, ჯერ კაცმა რაღაცა 500 მილიონიანი ქაღალდი ჩაიფარა და 10 მილიარდი დატოვა და 9 მილიონზე დაებიან ცოტა საცილო. მაგრამ ნუ რო იცოდეთ, აი წავუკითხოთ მაყურებელს მაგალითად მოატრიალთ ხო, აი თან ვეტყვი და თან წავიკითხავ, ესე იგი, ეს არის 3 გოჭი, ესე იგი, ზღაპრის 3 გოჭის წიგნი, კონკია, ურჩხული და ბზეთუნახავი, ფიფქია, აკაკი წერეთლის ისტორიები. ეს წერია რომ სანდრამ, ესე იგი, პირველმა ლედიმ უყიდა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ეს წიგნები და შეტანილია როგორც თავარი დანაშაული ერთ-ერთი. 3 გოჭი. 3 გოჭი, კი. ასევე მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს უყიდა სანდრამ მაქვინის მანქანა 12 ცალი და ჭკვიტინა სათამაშოები. ხო. ძალიან კრიმინალური ის არის. პროექტორი ჭიათურის სკოლას გადასცეს რა. ჭიათურის სკოლას არ ქონდა ის და გადასცეს და ეს არის რომ ეხა მიშა ამის გამო უნდა იჯდეს რავი 11 წელით რაღაცებს ამბობენ იქ რაღაცებს იძახიან რომ ეგრეო. ხო, თავშალი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია რომ 2 ცალი თავშალი იყიდეს. ნახე სტუმრად მყოფ ნიდერლანდების ელჩის მეუღლეზე და ასევე ნიდერლანდებიდან სტუმრად მყოფ ჟურნალისტზე გადასაცემად. ანუ ეკლესიაში რომ შესულიყვნენ და თავშალი ქონოდათ, ეს 2 თავშალი იყიდეს და ნუ ესეც ბრალშია რა. თან ჩეკიც მოაყოლეს 180 ლარი რო გადახდილი ეგრე მიურეს 180 ლარის ამბავია რა. თავი ბოლო ეს საწოლი არის სოციალ დაუცველს საწოლი არ ქონდა და უყიდა პრეზიდენტის მეუღლემა პირველმა ლედიმ ეგ სომხეთის პრეზიდენტი რო ყავდა სტუმრად მაშინ იყიდეს რაღაცა 4 ცალი ბატიკის თავშალი აქაც სტუმრებისთვის ესე იგი როგორც ჩანს კი ეძახიან მიშას რო ისო ხო ამბობდნენ რომ ის ეკლესია რაღაცა ნუ ეკლესიაში დადიოდა ძირთადად ეს კაცი და ეს სტუმრების დაყავდა ხოლმე და ამასობაში ესე იგი თავშალი იყიდეს აქაც და ერთი არის ძალიან საინტერესო ეს უნდა გითხრა ეს რაღაცა ის არის რა ქვია რა არის ესე იგი ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომლები ღონისძიებაზე დაპატიჟა სანდრამ და მერე სუფრა გაიშალა იქ და ჩეკებია რა აი მაგალითად სოკო კერძზე ღირდა 10 ლარი ბადრიჯანი 4 ლარი რაღაცა ყველი იმერული 4 ლარი დღეს 12 ლარი კი გაკაი დრო იყო ბადრიჯანი აი ერთი პორცია ბადრიჯანი 4 ლარი აი 12 14 გაზურებულია ყველაფერს ხათა შორის ეს ისეთი ის არის რა ქვია ძალიან საინტერესო ჩეკი არის სადაც ხო მაგალითად ყავაროგის მაგალითად ლარი პირობითა და ჩაილა დღეს 5 ლარი ღირს 4 ლარი ნახევარი ხო ერთ ამერიკანულ დალი შენ კი უფასოდ მას მე მომწვენებს მაგრამ ესე ძვირი ღირს ყველაფერი უფასოდ კბილის პასტებით სხვათა შორის ოღონდ ეს 30 წლის საბავშვო კბილის ჯაგრის ესე ძრუნულობა მოკლებულ ბავშვებს ანუ ეს ხო ეხლა ჩვენ ვიცინი ვართ მაგრამ ნუ ამის გამო ამ კაცს ასამართლებენ რა ხო ხა ისეთი ამბავია რა მაგრამ ხომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ რეალობაში აი საჭკვეტენო სათამაშოები და ჰილარი კლინტონის ჩაი და ის ენერგეტიკული სასმელი არ გამოგჩეს კიდე კი რა ოღონდ იქ გამოძიება მიდის რომ ჰილარი მდალია თუ მიშა თუ მიშა მდალია დანაშაული არ არსებობს პროკურორი გამოვიდა სერიოზული სახით ამბობს რით ამტკიცებენ რომ ჰილარი მდალია ენერგეტიკული ვერაფრით ვერ ვამტკიცებთ აი ვერაფრით ვერ ვამტკიცებთ არც ერთ კადრში არ მიშა თუ ჰილარი ახლა გადავიდეთ მოდი უცბად ესეთი
კარგად ჩავიაროთ, შენ ახლა არჩევნებზე აქტიურად იყავი, რუსთავში იყავი, მიმაგრებული. რუსთავში რაღაცები ხდებოდა, ნუ კირკიტას ეხმარებით დათოს. კი, დათო და დათო მოიგო არჩევნები. ხო, მე ორივე საარჩევნო, ორივე ტურში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ვიყავი დამცველად და ერთი ხალხმა მე ბოლოს მაინც მეორე ტურში უფრო ეს უფასო ლიფტების პროგრამამ ძალიან მოხიბლა და ძირითადად ლიფტები არ არის, ხო? სხვადასხვა იმ დასახლებაში მოიგეს არჩევნები, ბჭყალებში მოიგეს, გააყარეს ლიფტი არ არის ეს. სადაც ლიფტები არ აიწააგეს. სამსართულიანი სახლები ის. ხო, ფულის დარიგების ინოვაციური მეთოდები აქვთ, ხო, ბევრი და თელედის განმავლობაში დავდიოდით. სხვადასხვა საარჩევნო უბანზე სიგარეტე ბიჭები სიგარეტს ვსვლიდნენ რა. სიგარეტს ანუ ასე პაჭკასაზე. ხო, პაჭკას ეს ერთმანეთს და ნუ სიგარეტის ფული ანუ როგორ არა. გამოვიდა უბნიდან. კი და სიგარეტი მიეწოდა რა. პაჭკა. ვა, გიო როგორ ახართ მიცა რა, რაც არის სიგარეტები, მე არ ვეწევი, არ ვიცი. ხო და? აი სიგარეტი. იცი აი ბოლო იყო, სადაც უკვე ქალბატონი გამოვიდა, ასაკიანი იქნებოდა აი 80-85 წლის. და ამ ქალს წითელი მალბორო მიეწოდეს. მანდ მოცი ხო რაღაც. მანდ მივხვდი რომ რაღაცა კარგად არისო, ეხლა ბებოს რო წითელ მალბოროს მიაწვდი რა. თუმე რა არის? ფული დევს რა შიგნით, ანუ იმის რა ქვია, სიგარეტის კოლოფში არის ფული რა, ხო და ხელიდან ხელში ხო გადაუღებ, დაუნახავ რაღაცა და სიგარეტს აწვდის, ეხლა სიგარეტი მივეცი ძმაო ამბავია, მაგრამ ბებოს ეხლა წითელი მალბორო. ანუ ბუდია რა იქ ამბავი. მაგდროს მიხდი რომ აი მანდარი ამბავი, ხო? რაღაც 6 საათი იყო და უკვე კარგად იყო დარიგებული ეს სიგარეტები. ძალიან ძიმე ამბავი იყო. ხო, მისმინე. აი სახელმწიფო ფულის გაფლანგებზე ძალიან აქტიურად ხარ ჩართული, ხა ბევრი ამბავი გაქვს და მაგალითად ერთ-ერთი იყო, რა ქვია, ღვინის ფესტივალზე რო გაემგზავრა ჩვენი ხალხი რა. ო, იქ სასწაული ამბავი იყო. რა ქვია. ღვინის გარეშე. გერმანიაში წავიდნენ ღვინის ფესტივალზე ხალხი, ხო? და ესე რა მოხდა მან? და ღვინო ვერ ჩაიტანეს, ვანო, საოცარი ამბავი მოხდა. ესე იგი ღვინის თან ჯერ ხო დაიგეგმნენ რომ ეს ფესტივალი იმართება. მე რაღაცა ღვინის კომისია შექმნეს, რომ იმ კომისიას უნდა ეს ვინ წავა, ვინ ჩაიტანს რაღაცები, გადავიხადე დიდი ფული ბიუჯეტიდან. ამ ღვინის ფესტივალზე უნდა გავაცნოთ ჩვენი ქართული ღვინო, ყველას სოფლიოს უნდა ვამცნოთ ჩვენი ღვინის შესახებ და ადამიანები ჩავიდნენ და ღვინო ვერ ჩაიტანეს. ანუ ღვინის ფესტივალი გაიმართა და აი წარმოიდგინე რა, აი ბრავოსვენი ეს ხა დაახლოებით ესეთი, მაგრამ უნდა იცოდეთ როგორი ღვინოა ეს. ყვებოდნენ რა, ვერ დააგემოვნებინეს, მაგრამ ყვებოდნენ. უყვებოდნენ როგორი გემრიელია. ტანინიანია. აი უყვებოდნენ, აი შრალია, ნახევრად წველია რაღაცა. კბილია ეს წითელი ეს რაღაც ძალიან კარგი. აქვს კიდე ესეთი. ხო, დასალევი არის ხო. მე თუ მაგაზე ის რა ქვია, აი ფრანგი ვარ და მინდა რომ მომეწონოს ქართული ღვინო. და რო გიყვება ღვინის შესახებ, ისეთი გემრიელია. სახელმწიფოს ხარჯზე წავი, ჩვენი ფული. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯზე უფრო ტყილა ჩავიდნენ, სარიელ ჭიქები ედოთ იქ და გაკეთებდნენ, გემრიელია ძალიან. კაი, მოდი მაშინ ესე იგი გადავიდეთ ეს როგორ აი შენ თვითონ ახლა უკვე ალბათ მართლა დაიღალე, უკვე იმდენად კორუმპირებული არის ჩვენი ქვეყანა, ხო? რომ აი ქურდები არიან, ვანო, ეგენი არიან ქურდები. დიდი ქურდები არის, ესენი არ არიან, ვანო, პატარები. ანუ ესე იგი რაღაცნაირად მასშტაბური ქურდები არიან. რაღაცას დიდი ფული კეთდება. აუცილებლად და ანუ სხვათა შორის ანუ ეს ბოლო რამდენიმე ხანი ეს მაწუხებდა, რომ ესენი აქ არ დაეტევიან, არ არსებობს ეხლა როგორ. სხვათა შორის აქვთ რა, ესეთ ქსელი აქვთ. ძალიან დიდ სქემაზე გეუბნები, ცოტა სერიოზულად, ცოტა ხუმრობით. ოღონდ ამბავი სერიოზულია და მართალია. დაიწყე ძიება და მიხვედი რაღაც. მივედი სანამ, მაგალითად, აი უცხოენოვანი ოპერატორები ჭირდებათ, რომელმაც იცის ან ზოგმა ინგლისური, გერმანული, ფრანგული. ნუ აი ვაკანსიები არის. მოდის ეს ადამიანი იცის მაგალითად გერმანული. პირობითად აქვთ ბაზა საიტიდან კონკრეტული საიტიდან მოპარული ბაზები, სადაც აი მაგალითად არის სოფლიოში ესეთი საიტი, სადაც ადამიანები აქციებს ყიდულობენ. და თამაშობენ, ხო? აი მაგალითად Apple-ის აქციებს ყიდულობს, გესმის? რაღაც სხვადასხვა, ხო, Samsung-ის რაღაცა აქციებს ყიდულობენ და აზარტში არიან რა, ეს როგორც თამაში ისია, რომ აი აქცია იყიდა, მე თუ მოემატა პასი ბიტკოინი რაღაცები იყიდა, სულ რომ აი თამაშობენ ამაზე და ეს გამოსულია იქიდან მონაცემთა ბაზა, მაგალითად ვანო თამაშობს იქ რა, პირობითად ვამბობ, ვანო ცხოვრობს გერმანიაში, თამაშობს დასორტილია ეს, რომ ვანო თამაშობს 10 მილიონამდე პირობითად აქ ამდენი ის აქვს, ვიღაცას 5 მილიონი, ვიღაცას 1 მილიონი და დაახლოებით იციან მასშტაბურს
ექსელზე გიყვები რა. მე რო გერმანული ვიცი და რო ამიყვანეს სამსახურში და $3000 ხელფასს მაძლევენ, აქ 3000, 5000, რა ვიცი, უფრო მე საჩუქრებს ჩუქნიან კიდე ბევრსა და ეს ბაზა აქ და რეკავს ეს ეგრეთ წოდებული ბროკერი და იწყებს ამ ადამიანის მოტყუებას თაღლითური გზით, ანუ სადღაც გერმანიაში ურეკავს აქედან. აქედან ოღონდ ნომერი არის გერმანული, გერმანიაში ირეკება გერმანული ნომრით, იტალიაში იტალიური, საფრანგეთში საფრანგული ნომრით. კომპანია მაგ რაღაცა და გთავაზობ რომ იყიდო ეს აქცია და მოდი $1000 დავიწყოთ რაღაცა 50-დან 1-იც რო დაითანხმო და მიდის უკვე იქ თამაში რა. ის ეუნება მე 3 დღის მერე რა ეს $1000 უკვე გახდა $5000, 5 ჯერ მოიმატა რა. სადღაც პიკზე რომ მივლენ, აი რო იცის მაგალითად რომ ვანო თამაშობს 10 მილიონი და ვანოს რო უკვე 2 მილიონზე აიყვანეს, $10,000 ხო ჩადო, 5 მოიგო. გავიდა 2 კვირა და იმ ტიპს ეუნება 5 ხო მოიგეო ეუნება, 5 უკვე ანგარიშზე გაქვს. მოდი კიდე ერთი ახალი 5 შემოიტანე რომ ეს 5 უკვე 50 გავხადოთ. შეაქ იმასაც 5 შეაქ, გაუგთა 50 ეუნება. მოდი ეხა 50 შემოიტანე ანგარიშზე ისედაც გაქვს 70 კაცო და ისი 70 წასავაგებ ეხა შევიტან 50 და ესე რა საბოლოოდ რომ მივლენ რაღაც ამოწურულ თანხამდე ვიღაცას 2 მილიონზე. 2 მილიონს 100,000 ევროს, არ ვიცი 200,000 ევროს, იციან რა ისენი სადამდე შეიძლება. ეხა ტიპი რომ მიდის და ეხა სახს ჩავდებ იპოთეკაში თუ რაღაცა და შემოვიტან დამაცადი 10 წუთი უკვე იცის რომ ბოლო მე მიუღეში სახლი ჯადო იპოთეკაში. სესკი აიღო. აღარაფერი აღარა. აღარაფერი აღარა. ხო და იმასთან ეგრე ხდება რომ უცებ გაწყდება კონტაქტი, ჩაიხსნება ნომრები, ჩაიხსნება საით ყველაფერი და გაიგვიდა სისტემი მიუღეში და აღარა აქვს 2 მილიონი რა. ყადა ოფჩევი. და ეხა წარმოიდგინე 2 მილიონი აღარა აქვს. აქ ხდება? აქ და სუსის ხელმძღვანელი არის თვითონ თავი კაცი ამის რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლილუაშვილი არის თავი კაცი ამ ყველაფრის რომელიც ოღონდ ერთი ოფისი კი არის ასობით ოფისია და ყველაზე ამ ის რა არის რომ გერმანელებმა დაიწყეს ამაზე გამოძიება იქ ვიღაცა გერმანელი მივარდა შორტებით იმიტომ რომ აღარაფერი არ დატოვეს 4 წლის მერე გაიხსნა საქმე და 5 კაცი ანუ ერთი ოფისი დახურეს დამასობაში გაიხსნა 105 კიდე ძალიან დიდი თაღლითური სქემა არის და საბოლოო ჯამში მე ხავ ანუ მინდა რომ მიმართო გერმანელებს ფრანგებს ჩემო ფრანგებო იტალიელებო გერმანელებო თურქებო არ ვიცი მეგობრებო ყველანი უნდა შევიკრიბოთ სუსის შენობასთან ოღონდ თქვენთან მად იქნება არ არსებობს რომ ლილუაში ძამი არ გქონდეს მან გახსნილ იძინას და მაგას ყველანი ვიკრიბებით იქ აქ ვიკრიბებით სხვა გამოსავალი აღარ არის ხა ბატონო კი და გაცდნენ ფარგლებს და უკვე ის თუ არ დავიხმარეთ ხო ხედავ საშველი არ არის გამორც ანუ აქ ჩვენ გაგვძარცვეს აღარაფერი არის რა უნდა წაბართვან ეხა რა უნდა წაგართვან და გადავიდენ ეხა ძარცვავენ იმათ კი ბატონო რა უნდა კითხო იცი ეხა შენ პარლამენტის დეპუტატი ხარ ხო რეალურად ეხა პირველად შეხვედი პირველ პარლამენტში ხო საკრებულოს ანუ ერთი ამბავი გითხრა ხო მაგაზე ნახე ამ საკრებულოში და პარლამენტში შესვლაზე ესე იგი საბუთი მინდოდა ვანო რა საბუთი ხო აი პარლამენტში მე რაღაც საბუთი გინდა ნასამართლეობა უნდა აიღო იქ რაღაც ნარკოლოგიურ სროლა ვიტანდა ქავთარაძეზე ხდება ეგ ყველაფერი რა ქავთარაძე ხო და მივედი და დიდი რიგი დავინახე რა დიდი კეთილსინდისიერი ადამიანი დავდე გიმრიგში ველოდები ხა აი ერთი 100 კაცი დგას წინ და ჩავდე რიგში და ერთი ჩემი ბნელი დავინახე რა გაიჩიტა რა და ხაბე აგრა ღარძმა ხო მეთქი როგორ ახარ რიგში დგა ხარდო ხო რიგში დგა ვარ კი რა უნდა კრაღონი აი წავიდა რა მიფიქრე ალბათ რატო ფიქრობს მეთქი რომ რიგში არ უნდა ვიდგე ხა სად დამინახავ რა ვინმე თავზე გავახტი ხარ დეპუტატი რა ფიქრობ ეხა ჩემს იტა რა უნდა და მეორე გაიჩიტა რა მეორე კიდე ნაცნობის და ვა შენ ველოდები იტო მეთქი მე ველოდები ან კაი მე ველოდები ესეც ალბათ პარლამენტში მოხდა იქიდან ხო არ ვიცი ვიფიქრე რომ აი რა თურმე საუდგავარ მეტადონის რიგში დგავარ მეტადონის რიგში დგავარ ბოლო ვარ ამ მეხუთე ვარ და ბოლოსკენ ერთი კითხვა მაქვს გეგმა რა არის ლევან სხვათა შორის შენ მონოლოგებს უყურებ ხოლმე რა აგვისტოში მონოლოგს თუ უყურე შენ უყურე აგვისტოში იქ ბოლოში რო იყო ერთი ხუმრობა მონოლოგში მქონდა ერთი ხუმრობა ბოლოში კი ხო ხდები ო რო ეს აგვისტოში რო ლიდერები ისე არა სერიოზულად ეხა რა შევიდა აგვისტოში რო ლიდერები ისვენებ რა
ხო, ეგ არის. აგვისტოში ლიდერები ისვენებენ. აგვისტოში. ლიდერები. ლიდერები ისვენებენ აგვისტოში ესე თქო. არა, სერიოზულად რო ვთქვა, გეგმა უნდა იყოს ბრძოლა ეხლა, რავი, მართლა აღარაფერი არ დარჩა ამ ქვეყანაში. რაზეც შეიძლება ჩავეჭიდოთ, რომ კარგი ამბავი ხდება, რაღაცა სხვათა შორის, ეს ეროვნული შერიგების ამბავი ძალიან მე პირადად მომწონს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავ ამ ქვეყანაში, რომ ეს ისტერია დასრულდეს და ნახოთ რა. მაგაზე რომ ო, ეგ არის უბედურება, რომ ხო იქით ამხრიდან შეხვედრილი ნაბიჯი არ არის. ამიტომ გეგმა უნდა იყოს, ანუ აგვისტო არა, ბრძოლა უნდა იყოს გეგმა რა. ყველას გვეჩქარება, ოღონდ არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესში არ ვართ. შევარდნაძეც კი იყო პოლიტიკოსი. და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობდა და საბოლოო ჯამში 2003 წელს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეხლა პოლიტიკოსებთან არ გვაქვს საქმე, გვაქვს რაღაცა კრიმინალურ ბანდასთან, დაჯგუფებასთან, ეხლა კობახიძეს ხო პოლიტიკასთან არ ჩაულია, ან კალაძეს, ან დინარაძეს, ვოლსკის. ეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც საკუთარ ქონებას იცავს და ეს რა თქმა უნდა ართულებს ყველაფერს. დარბაზში ხარ და აქ ერთი ამდენიმე კილომეტრში სახლი რო შენდება, იმაზე რო ფიქრობ. აი ზარქუას აი რაში ენაღლება საერთოდ რამე. მაი სახლი რო შენდება სამსართულია, იმაზე რო ფიქრობ ახლა. ფულზე ფიქრობენ და მარტო ქართველი კი არა, გერმანელი და იტალიელი როგორ გაატყავონ იმას ფიქრობენ და ხო წარმოგიდგენია. მოკლედ ლევან ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გეგმიურმა სტუმრობამ ძალიან კარგად ჩაიარა. იმედია, აფრია, რა ვიცი, მიხეილ სააკაშვილის ამბებიც ალბათ ისე დასრულდება, რომ სავარაუდოდ ალბათ გარეთ უნდა თვითონ არის ძალიან იმედია, რასაც ვატყობ, რომ მალე უნდა გამოვიდეს ციხიდან, ხო? კი, ძალიან იმედიანად არის, ბრძოლის უნარიანობა, რა თქმა უნდა, ამ კაცს არასდროს არ დაუკარგავს. უბრალოდ მწუხვარი იმის გამო, რომ ძალიან სუსტად არის და მე ეგეთი მიშა არ მახსოვს და ხო, მართლა ყველაფერი გადავდოთ ეხლა და ეხლა ამ კაცის გონებას ტვინს, რომ ვაცდენთ დილეგისთვის და პრემიერ მილისტი და ანტონი და ვიღაცეები არიან მთავრობაში, სადაც მით უმეტეს ამ კაცეგერ ყირგიზეთმა თქვა, რომ ამის რეფორმები უნდა გავატაროთ მიშას და მისი გუნდის. ხო, ეს ახალი ინფორმაცია. ხო, აგერ უკრაინაში თანამდებობაზე, მაგრამ წარმოუდგენელია ეხლა ამ კაცის მოცდენა იქ, სადაც არის არანორმალური და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩადგება კალაპოტში, იქნება ის შერიგება, სადაც ვლაპარაკობთ. ეხლა შეიძლება ვიღაცებს არ უნდადეს ვანო, მაგრამ ხალხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მშვიდად წყნარად გავაგრძელოთ და პოლიტიკური რაღაცა შეხედულებების გამო ერთმანეთი არ დავჭამოთ. ეს არის, ავიც ამოსავალი მე მგონი, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ეგ ამბავი მორჩეს და ხო, ოღონდ ეს ყველა პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს ამ მნიშვნელობა აქ რომელ ხარეს არის რა. ხო, არ შეიძლება მართლა ჩინოვნიკი რო ხარ და იმაზე ფიქრობ და იტალიაში როგორ გაატყავ ადამიანია რა. კი ბატონო. ხო, ის იტალიელებს არ დაგავიძეთ აქციაზე გელოდი. ხო, სუსტი იტალიელებს, გერმანელებს, ფრანგებს. სამსაათზე ჩემო იტალიელებო, ჩემო გერმანელებო. გერმანელებო ყველას გელოდებით. თბილად ჩაიცვით. ვანო რა. რამწარია ხო. ვანო. თბილად გამიშვაჯობია მე მგონი რა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ლევან ყამეიშვილი.